ეს არის 8 სართულიანი კორპუსი აღლადის ქუჩაზე. სადღაც უკვე 3 წელია საძირკველში დგება წყალი, რომელსაც არ შველის არაფერი. ადგილობრივ მოსახლეობას 3 წლის განმავლობაში პერიოდულად ტუმბავთ, მაგრამ ისევ დგება. სავარაუდოდ არის გახეთქილი თავარი წყალმომარაგების ხაზი. და მე განახებთ რამხელა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ამ კორპუსს მთლიანად და ადამიანების სიცოცხლეს. მაგრამ ეხა ეს წყალი არის უკვე ამოტუმბული რაღაცა დაბალ სიმაღლეს, მაგრამ პერიოდულად ეს იმხელა სიმაღლეზე ამოდის, რომ აზიანებს თავარ საძირკველს აი აქ. და ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის მთლიანად კორპუსს. 3 წლის განმავლობაში ჩვენ მოსახლეობამ კორპუსის რამდენჯერმე მივმართეთ გამგეობას მერიას ოფიციალური წერილებით, რომ გვჭირდება დახმარება, მაგრამ პასუხი არის, რომ ეს არის კორპუსის პრობლემა და კორპუსმა უნდა მოაგვაროს. მაგრამ ეს ამის მოგვარება ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენი ერთადერთი საშუალება ამის წინააღმდეგ არის პერიოდულად ამოტუმბვა, მაგრამ ეს არის დროებითი, იმიტომ რომ ძალიან მალე, ძალიან მაღალ სიმაღლეზე ისევ დგება აქ წყალი. აი უკვე ხედავთ, როგორ არის დაზიანებული აი საყრდენები. ეს არის ძალიან დიდი რისკის შემცველი, ძალიან სახიფათო და რა ვიცი, თხოვთ ყველას, ვისაც შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება, რომ რაღაცა ყურადღება მიექციოს, იმიტომ რომ ამან შეიძლება ისეთი შედეგი გამოიწვიოს, რომლის გამოსწორებას მე უკვე გვიანი იქნება. ჩვენ ამას ისევ ამოტუმბავთ. უკვე რაღაც დონეზე ამოტუმბულია, შემცირდა დასულია წყალი, მაგრამ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ რაღაც პერიოდის მერე ისევ ისეთ სიმაღლეზე დგება. ანუ კიდე ერთხელ ვიმეორებ, ამას შეიძლება გადააზიანოს, ძალიან დააზიანოს კორპუსი, ისე დააზიანოს, რომ გამოიწვიოს ფატალური შედეგი. ამიტომ სანამ გვიანი არ არის და მე რომ არ დავუწყოთ დამნაშავეების ძებნა ამისთვის. ყველას, ვისაც ხელმწიფება ამის მოგვარება გთხოვთ, რომ მოაქციოს ყურადღება. ეს არის აღლადის ქუჩა, ნომერი 26. ის წარმოიდგინეთ, რომ ხელა მასშტაბის საფრთხეა. ხა ჩემ ერთი მონაკვეთი განახეთ, მაგრამ აი კორპუსის სიგრძე. აი ამ სიგრძე კორპუსის საძირკველში თელ გაყოლებას. აი ბოლოდან, ბოლომდე დგას წყალი. ანუ ეს ის წარმოიდგინეთ, რომ ხელა საფრთხის შემცველი. ერთ ადგილას გახეთქილი წყალი მიდის და დგება მთელი ამ კორპუსის საძირკველში. და მთლიანად ამ კორპუსს უქმნის საფრთხეს.